ფილოსოფიის ძალიან ღრმა ცოდნა აქვს და გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, რომ ყველაფერს კითხულობდით, რაც ხელში ჩაგვივარდებოდაო. და მე აქედან როგორ გამოარჩიეს, ასე ვთქვათ, ის რაც ეკლესიას სჭირდებოდა, ანუ ის რაც სჭირდებოდათ მათ საღვთისმეტყველო აზრის გამოსახატავად და შემდეგ ალბათ იოანე დამასკელსაც და ქართულ თარგმანებსაც მინდა ამ გადაცემაში შევეხოთ. ვერ იქნება ბედნიერი, იმიტომ დაცემული ადამიანი. აი ქრისტემ მოახდინა ის, რომ რას ისინი ოცნებდნენ, რეალობა გახადა. ან შენ შეიძლება იცხოვრო მართლა ბედნიერება, იმიტომ გადალახო ეს ცოდვის ინერცია, ცოდვის გაკაჩვა, რაც მარტო ქრისტე შეუულია, ქრისტეს ჯვარცმის და რაც ქრისტემ მოიტანა, ასე ვთქვათ, ქრისტეს ჯვარცმამ და აღდგომამ. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. ყველა ეპოქას სჭირდება იმ დაწერილის და იმ უკვე გაზრდილის ახლებურად, ანუ თანამედროვე ადამიანის ახლებურად მიწოდება ჭირდება და ალბათ ეს არის ერთადერთი აი დოგმატის განვითარების ისტორია.